წვანელობდა. მოგვიანებით თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. მას აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა. ედუარდ შევარდნაძემ ქართულ ინტელიგენციას იარაღის ხელში აღებისთვის განსაკუთრებული მადლობა აეროპორტშივე გადაუხადა. მაგრამ ეს სკანდალური სიტყვა სატელევიზიო არქივებიდან გაქრა. კურიერმა მისი მოპოვება 18 წლის შემდეგ მხოლოდ დღეს შეძლო. იარაღი ავტომატურად დაიჭირა ხელში ისევ ზოგადად საქართველოს ასოციაციის პარლამენტს ადრე გამოფხიზდა თავის ხალხს. მადლობა. შევარდნაძე ყოველთვის უარყოფდა მას, ამბობდა არა მე არ მithქვამს. ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე შევარდნაძემ სწორედ ეს სიტყვები თქვა. ის დღესაც გვეშინია ხოლმე სულ ყველას ხო? რომ დიდი მადლობა ინტელიგენციას, რომელმაც იარაღს მოკიდა ხელა პირველმა დაინახა ის საშუალება, რაც ქვეყანას ელოდა. ანუ ამაზე საშუალება რა უნდა ყოფილიყო, რაც შემდეგ საქართველოში დატრიალდა.